გამოიყენა თუ არა ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტი. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭაობში გარკვეული ნივთიერება იყო გარეული, თუმცა უარყოფს, რომ ეს იყო კამიტი. კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ბრომბენზილის ციანიდი იგივე კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია, მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაშია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ნათქვამთან, რომელმაც 2 დღის წინ დაადასტურა, რომ BBC-ს გამოძიებაში ნახსენებ ქიმიურ ნივთიერებას მათი უწყება მართლაც ყიდულობდა და იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს. ქართული ოცნების პრემიერმა დღეს არ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას. თუ ეს არ იყო კამიტი, მაშინ რა ნივთიერებას იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დასაშლელად? ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად გიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფულთან დაკავშირებით იქნება გასაჯარიმო. BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია და მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს, ერთ-ერთია ქიმიური ფხვნილი კოდით 34-39, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს. თუმცა BBC-ს მიხედვით ამ ჯგუფიდან ისტორიულად დემონსტრანტები წინააღმდეგ მხოლოდ კამიტი გამოიყენებოდა. დღეს ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. მისი თქმით, შესყიდვას არააკრძალული ნივთიერებები ექვემდებარებოდა. დამაზუსტებელ კითხვაზე იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები გამოყენებული 2024 წლის აქციების დროს, ოცნების პრემიერი ამბობს, რომ სავარაუდოდ იქნებოდა, რადგან ეს ფხვნილი შეძენილი იყო. ჟურნალისტების კითხვაზე თუ შეუძლია გამორიცხოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია სხვა კონკრეტული აკრძალული ნივთიერებები ამ კოდის ქვეშ, ოცნების პრემიერს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს და ის მხოლოდ ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, ანალიზი გაუკეთდება. კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხვნილი. დანარჩენი დეტალური ანალიზი წარეთქნება საზოგადოებამ. ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. ამ დროისთვის შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ კი ბატონო კამიტი არა, როგორც გვარწმუნებთ, არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც ამ კოდის ქვეშ იგულისხმებიან. მე ასე მგონია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოძიებასთან მის შედეგებს. მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ თუ არა. როგორ თუ თქვენი მმართველობის პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე გამოიყენეს იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორ გეკადრებათ? თეორიულადაც რო დაუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ხო, 2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია თუ ასეთი რამ დადგინდა. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ისინი BBC-ს მიერ გასაჯაროებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვას გეგმავენ. ოცნების პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც მიმართონ. კობახიძის განცხადებით, BBC-ს სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია. გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ გუშინ განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები.